გორში AI გლობალური განათლების ასოციაციის მასშტაბური რეგიონული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებამ, რომელიც ტექნოპარკისა და AI აკადემიის პარტნიორობით ჩატარდა, შიდა ქართლის რეგიონის 100-მდე ლიდერი, პედაგოგი და განათლების სფეროს წარმომადგენელი გააერთიანა. კონფერენციის მთავარ თემას საგანმანათლებლო პროცესების ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტის დანერგვა წარმოადგენდა. პედაგოგებს წარედგინათ სპეციალური პუბლიკაცია AI გზამკვლევი, რომელიც მკითხველს თანამედროვე ციფრულ ეპოქაში სხვადასხვა შესაძლებლობებს და გამოწვევების დაძლევის მეთოდებს გააცნობს. მონაწილეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს იმ AI ინსტრუმენტების მიმართ, რომლებიც 80%-ით ამცირებს რუტინულ შრომას. ჩვენ ამ გაერთიანებით გვინდა ერთგვარად გამოვეხმაუროთ იმ ინოვაციურ გამოწვევებს, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს და რომლის გარეშეც ფაქტურად შეუძლებელი იქნება საქმიანობა ნებისმიერ სფეროში. სასიხარულოა, რომ AI გლობალური განათლების ასოციაციის პროექტის წარდგენის შემდეგ დარბაზშივე გამოითქვა სურვილი ასოციაციის წევრობის. როგორც უკვე აღნიშნეთ, ასოციაციის წევრობა შეუძლიათ ნებისმიერ პირს, რომელიც დაინტერესებულია განათლების სისტემით და რა უპირატესობას მიიღებენ განათლების ასოციაციაში გაწევრიანებული პირები. ამაზე იყო აქცენტები გაკეთებული, ანუ ისინი მიიღებენ სტატუსს, მიიღებენ ფასდაკლების ბარათებს აღნიშნულ ვორქშოპებზე და სასწავლო კურსებზე, ასევე ისარგებლებენ იმ ექსკლუზიური უპირატესობით, რომ შეუძლიათ ჩართონ მოსწავლეები სასწავლო კურსებში და შემდეგ უკვე ოლიმპიადებში, სადაც ყველაზე გრანდიოზული საჩუქარი, რაც შეიძლება რომ მოსწავლეებისთვის გავაკეთოთ, ეს იქნება ევროპის საგზური გამარჯვებული, ასე ვთქვათ, AI მოსწავლისთვის. მე უფრო ვხედავ, რომ მივიღო ხოლმე აი ამ ასოციაციის ფარგლებში კონკრეტული საინტერესო ინფორმაცია, რომელიც გამომადგება მე როგორც განათლების მასწავლებლს და ვთქვათ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელს და ასევე ეს ყველაფერი გაუზიარო მე ჩემს კოლეგებსაც. ფიქრობ, რომ ჩვენი რეგიონის ფარგლებში ეს ასოციაცია არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი. განათლება ჩვენთვის არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. ის ფაქტი, რომ მასწავლებლებს აქვთ მოთხოვნა, აქვთ სურვილი და ისინი ხედავენ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობას, ეს არის ერთი ნაბიჯი წინ ვართ ამ მიმართულებით და ის მასწავლებლები და ის განათლების სფეროს წარმომადგენლები, ვინც ამ მიმართულებით უკვე გამოხატეს ინტერესს, ის ხალხი უკვე ერთი ნაბიჯი წინ არის.